იმისთვის რომ გამოიმუშაო 10000 ლარი თვეში, ხო? ყველას გონია, ძმაო, მე 6 წელი ვისწავლე, მე 17 წელი ვიმუშავე და 4000 ლარს ვერ ავწდი თვეში. ვერაზროს ვერ აცდები, ანუ შენ ეძებ იმას, ვინც აი მე ამას შევისწავლი და ვიღაც ამიყვანს სამსახურში და გადამიხდის 10000 ლარს. ანუ შენს დამსაქმებელს საერთოდ არ აინტერესებს ბევრი გადაგიხადოს. შენი დამსაქმებელი ეძებს ისე ტიპებს, ვისაც ნაკლებს გადაუხდის და მეტი დარჩება ჯიბეში. შენ ხო არ გაგიჟდი. ანუ გინდა უფრო მეტი იპახავო, მეტი იმუშაო, მეტი ისწავლო იმისთვის რომ ვიღაცას მოუნდეს შენთვის მეტი ხელფასის გადახდა. ამას ვერასდროს ვერ იზამ. ნუ თუ იზამ, დაკარგავ წლებს და ვერასდროს ვერ დაიბრუნებ იმ წლებს. ამიტომ სისულელეებს შეეშვი და დაიწყე ონლაინ ბიზნესი. გაყიდე შენი ცოდნა, არ ვიცი, იურისტი ხარ, ბუღალტერი ხარ, უცხოენების მასწავლებელი ხარ, ბლოგერი ხარ. შენი ცოდნა აიღე და ასწავლე სხვას ეგ როგორ გააკეთოს, ან შენს დონემდე როგორ მივიდეს. 10000 ლარი გითხრა როგორ უნდა გამოიმუშაო? დაადე შენს მომსახურებას 1000 ლარი, მაგალითად 3 თვეში შეგასწავლი ბუღალტერია სრულად და იმისთვის რომ 10000 ლარი გამოიმუშაო, რამდენი უნდა გააკეთო? რამდენი კურსი უნდა გაყიდო ეგეთი? მართალი ხარ 10, 1000, 10-ზე, ანუ ზუსტად 1000 ლარიანი 10 კლიენტით, შენ ყოველ თვე გამოიმუშავებ 10000 ლარს თვეში და წარმოიდგინე ლეგალურად. ამით არ დაარღვევ კანონს. გილოცავ. ვაიმე, თურმე, რა ყოფილა ბიზნესი? არაუცილებელი ლოჯისტიკა, არაუცილებელი ოფისების ქირაობა და რისკებზე წასვლა და მე ამ ყველაფრის გაყიდო თუ არაფერი გამოგივა. აი ეს არის შენი ბიზნესი. შენს თავში არის უკვე ბიზნესი. უბრალოდ რეალიზაცია უნდა მოახდინო ამის. მაგრამ რადგან უსმენ გამოსცირებულებს ინტერნეტში, შენ ამას არ აკეთებ. ვაი, მე რაღაცა ცუც კომენტარს დამიწერენ. ხო და იჯექი სადაც ხარ. ან კიდე გადადი და ჩვენს დაპირულ ვიდეოს უყურე, იმიტომ რომ 13 იუნის დღეს საღამოს 8 საათზე მე მასწავლში და მე მაგრად არ მინდა რომ ინანო, მაგრამ თუ არ უყურებ ინანებ. ეს შანსი მაინც არ გამაზო. აბა შენიც.